ზიას დაკავების პირველი დღიდანვე შეიცვალა ყველაფერი. ჩვენთვის არ არის ახალი და პირველი ან ზეწოლა, ან რთული სტრესული სიტუაცია, მაგრამ ეს აბსოლუტურად სხვა მოცემულობა, ამისი გამოცდილება ჩვენ პირველად გვაქვს. ზიას დაკავების დღესვე დააკავეს ჩვენი თანამშრომელი, ჩვენი ოპერატორი გურამ მურვანიძე აქციაზე და აბსოლუტურად ცხადი გახდა, რომ ნებისმიერი ჩვენგანი შესაძლოა იყოს შემდეგი. და შესაძლოა ჩვენც დაგვაკავონ და ვფიქრობ, რომ ამაზე ბევრი ვისაუბრეთ და გააზრებული გვაქვს ეს საკითხი. ბოლო კვირაებია, მას შემდეგ რაც დაიწყო სასამართლო პროცესების სერია მზეას საქმეზე, ყოველ ორშაბათს ველით განსაკუთრებით, იმიტომ რომ ორშაბათობით, ძირითადად ორშაბათობით იმართება მზეას სასამართლო პროცესი, რომელსაც მზეა ესწრება და რაცა ორმაგი გრძნობა გვაქვს ამ დროს. ერთი ის რომ გვიხარია რომ მზეას ხედავთ, მეორე ამ მზეას დანახვა გისოსებს მიღმა არის საშინლად სტრესული ჩვენთვისაც. ვიცით რომ თავარი იარაღი ჩვენი ამ წუთას არის ჩვენი პროფესიული საქმიანობა და მუშაობა და უნდა ვიმუშაოთ. ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის არის ის რომ მიუხედავად იმისა, რომ მზეა დააკავეს, ანუ გამოცემის მენეჯერი და დამფუძნებელი დააკავეს და ყველამ იცის რა საფრთხის ქვეშ არის ეს გამოცემა და ზოგადად მედია საქართველოში, არც ერთ ჩვენს თანამშრომელს არ უთქვამს ვარი ამ პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე, არც ერთ ჩვენს თანამშრომელს არ უფიქრია, რომ დაეტოვებინა სამსახური და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და ძალიან დასაფასებელი ჩემთვის, იმიტომ რომ აი ეს შიშის მომენტი, შემიძლია ვთქვა, რომ არ არის, რა თქმა უნდა, უშფოთავთ, რა თქმა უნდა, ძალიან ვღელავთ ჩვენს კოლეგებზე, მზიაზე, საკუთარ თავზეც, მაგრამ აი ის რომ ეს რაღაც იმისი მიზეზი გამختارიყო, რომ ვიღაცას ვარი ეთქვა პროფესიაზე, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არ მომხდარა და ამით ცოტათი ვამაყობთ კიდეც. მზეა ამაღლობელის დაპატიმრება და მზეა ამაღლობელის საქმე არ არის საქმე მხოლოდ ბათუმელების წინააღმდეგ. ეს არის საქმე მედიის წინააღმდეგ. უბრალოდ მზეას სახით ეს რაღაცნაირად მოცემულია როგორც საჩვენებელი საქმე, საჩვენებელი დასჯა. ჩვენ ახლა რასაც ვუყურებთ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზეა ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით, ეს არის აბსოლუტური სპექტაკლი სასამართლოს კედლებში. პასუხისმგებლობა აკისრია არა მხოლოდ ერთ ძალას და ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს, არამედ თითოეულ ადამიანს, რომელიც ამაში მონაწილეობს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსამართლეს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და მას რა თქმა უნდა შეუძლია რომ ეს გადაწყვეტილება იყოს სხვაგვარი. ერთადერთი გზა აქედან გაღწევის ამ გარემოდან, ამ სრულად არასამართლებრივი აი რაღაცნაირად შემზღუდავი დიქტატორული უკვე შეიძლება ითქვას გარემოდან არის თავისუფალი სიტყვა და ამ თავისუფალი სიტყვის პირველი გამტარი არის ცხადია მედია. თუ მედია არ იქნება, ყველაფერი იქნება იმაზე გაცილებით ცუდად, ვიდრე ახლა არის და სამწუხაროდ უახლეს წლებმა გვაჩვენა, რომ ყველაფერი ყოველთვის შეიძლება იყოს იმაზე ცუდად, ვიდრე არის და ვიდრე წარმოგვიდგენია ზოგადად რომ შეიძლება იყოს.